თურქეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. ანტალიაში ჩასული მინისტრები მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა მიიღეს. უკრაინის მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პაბლო კლიმკინი ხელმძღვანელობს. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. იგეგმება ნატოსა და უკრაინას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვაც. ნატო უკრაინის კომისიის ხდომა ხვალდასრულდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებას ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გამოიყვანოს საკუთარი ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან. ახლა არის მოქმედების დრო და აუცილებელია მინსკის შეთანხმების შესრულება. ჩვენი უპირატესობა არ არის სანქციები. სანქციები არის იმიტომ, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, რომელიც ყველას სურს. აქ მყოფთა შორის არსებობს ერთსულოვნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მინსკის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და სეპარატისტები უკრაინის მთავრობასთან ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება სრულყოფილად შესრულდეს.